23 ივნის ჩვენ გამოვკითხავთ ხელმეორედ ბატონ გიორგი გახარიას, რომელსაც შეტყობინება უკვე გაეგზავნა. ეს პროცედურა შეტყობინების ნაწილობრივ უკვე არის დასრულებული, თუმცა გრძელდება კანონით გათვალისწინებული წესის ზედმიწევნითა და სრულყოფილად დაცვის მიზნით და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი გიორგი დამატებით გამოკითხვაზე გამოცხადდება იმისათვის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ჩორჩანის წაღლის და სხვა იმ სოფლების თემაზე საუბარი, სადაც მან გვითხრა, რომ არც ერთი სანტიმეტრი ტერიტორიის მისი ამ გადაწყვეტილებით, რომელიც საგუშაგოს განთავსებას შეეხებოდა, ოკუპირებული არ ყოფილაო, თბილისის ცენტრალურ ხელისუფლებას არ დაუკარგავს კონტროლია და ჩვენ მოვისმინეთ წაღლის მაცხოვრებლის ახსნა განმარტება წინა კვირაში, სადაც მან თქვა, რომ მთელი ტყე დაკარგა ქვეყანამ და დაიკავა ოკუპანტმა სახელმწიფომ და რუსეთი უფრო მეტად შემოვიდა ქართულ ტერიტორიაზე, ვიდრე მანამდე ჰქონდა ოკუპირებულიო. ეს ახსნა განმარტებები და ჩვენებები ერთმანეთთან რადიკალურად წინააღმდეგობაში, ამიტომ ჩვენ ნივალია, რომ მას დამატებით კითხვები დაუსვათ. სხდომას 19-ში გააგრძელებს და დახურავს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ბატონი გიორგი ჭოლაძე, რომელიც 20 ივნისის აქციის დაშლაზე ისაუბრებს, ვინაიდან ის გიორგი გახარიასთან მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად იმყოფებოდა პარლამენტის შენობაში, იმ ოთახში, სადაც ბატონი გიორგი გახარია იმყოფებოდა და საიდანაც ის გასცემდა ბრძანებებს და 20 ივნისი და სხვა თემები, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი კვლევისთვის, იქნება განხილული მასთან ერთად, ვინაიდან მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მოგეხსენებათ არის ყოველთვის ეპიცენტრში მოვლენებისა, რომელიც მინისტრების ან პრემიერ-მინისტრის გარშემო ვითარდება და მიმდინარეობს.